საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი საბოლოოდ შედეგს გამოიტანს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროტესტი გულწრფელი არ არის და ის გარე ძალებისგან დაფინანსებულია. 100 დღე შესრულდა, დღეს რაც მასშტაბური აქციები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში. ესეთი აქციები არ ახსოვს მე მგონი ისტორიაში, რომ ამდენი ხანი ყოფილიყოს აქციები და ხალხი თხოვდეს ახალ არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ითხოვს ხალხის სამართალს. ეს აქციები გაგრძელდება მოთხოვნების შესრულებამდე. ხალხი სამართლიანად ითხოვს ახალ არჩევნებს. ალბათ სავარაუდოდ შემოდგომით უნდა დაინიშნოს არჩევნები. ეს 100 დღე არის მნიშვნელოვანი ძალიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არავინ არ აღიარებს სამთავრობას. შიდა პროცესები ავიღოთ, პარლამენტში არ არის არც ერთი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი. ამიტომ მარტო თვითონ ზიანდა თვითონ რაღაცას თვითონ იღებენ იმ კანონებს, რომელიც ამძიმებს კიდე ადამიანების მდგომარეობას. ვიტყოდი, რომ ეს პარლამენტი არის უკანონო, არალეგიტიმური და ამიტომაც უნდა დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები. საპროტესტო აქციებით ძირშივე იყო ტყუილზე დაფუძნებული. პირველი არჩევნები არ გაყალბებულა, ეს დადასტურდა და არც ერთმა ვერ მოიტანა ვერც ერთი არგუმენტი ან დადასტურებული ინფორმაცია, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ ტყუილზე აწყობილი რაღაც საპროტესტო მუხტი ჩაიფუშა, ამიტომ ეხლა ელოდებიან დაფინანსებას თავისი დასავლელი პარტნიორებისგან და ინერციით მისდევენ. თუ საფუძველშივე არის, რომ პროტესტი ტყუილზე იყო აწყობილი და არჩევნები არ გაყალბებულა, რაც ძირითადი მოთხოვნა იყო, დანარჩენი მერე იყო მათი ძალადობის ვინც პროტესტზე გამოდიოდა გარკვეული ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის პასუხი სახელმწიფოზე იყო კანონიერი, ახლა იმას აპროტესტებენ. ამიტომ ტყუილზე დაფუძნებულ რაიმე პროტესტს აზრი არ აქვს და ნელ-ნელა მიილევა ესეც. აბსოლუტურად გარედან მართული, ზუსტად მე თავიდან ვთქვი, რომ ეს არის აგენტურა. ეხლა მაინდა-მაინც ყველას გონია, რომ რუსეთი არის, რა ვქია, რუსეთი არის ძალიან ცუდი ოკუპანტია, მაგრამ არანაკლები არის ის deep state-ი, რომელიც ომის პარტიად მოინათლა ფაქტიურად და მათ აწარმოეს ეს ყველაფერი ჩვენთან საქართველოში, რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, აქ საშინელება დატრიალებოდა. მადლობა ამისთვის ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნა. არანაირი პრეტენზია, რაც მათგან არის წარმოდგენილი, არ არსებობს და ფაქტიურად ეს არაფერზე არ არის დაყრდნობილი. უბრალოდ შემოდის ის თანხები კიდევ და კიდევ და ამ თანხების საფუძველზე ეს სულ გაყიდული ხალხი კიდევ და კიდევ ებრძვია საქართველოს. აი ეს არის მეტი არაფერი.